მიმდინარე წლის 11 ივნისს ქარელის კულტურის სახლში გაიმართა ქარელის რაიონის სპორტსმენთა კავშირის დამფუძნებელი კრება. რესპუბლიკის დედაქალაქიდან ამ დღეს ჩვენს რაიონს ეწვივნენ ჩვენი რაიონის მკვიდრები, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი, პროფესორი რობერტ ბაბლიძე, აგრეთვე სახელგანთქმული სპორტსმენები ვახტანგ ბალაბაძე, დავით ციმაკურიძე, თემურ ყაზარაშვილი, დავით დავითაშვილი, რობერტ შავლაყაძე, ნოდარ მოდებაძე, ვლადიმერ ბარქაია, თემურ დინარაძე, ედიშერ მაჩაიძე, პროფესორი ალთანდილ სიბაძე და სხვები. შეიქმნა სპორტსმენთა კავშირის ქარელის რეგიონალური ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს ბატონი ვანო კაცელაშვილი. აღნიშნული ღონისძიების შემდეგ სტუმრებმა, სპორტსმენებმა და მაყურებლებმა გადაინაცვლეს ქარელის სპორტული სკოლის დარბაზში. სადაც ჩატარდა რაიონის პირველობა ქართულ ჭიდაობაში. აღნიშნულ შეჯიბრებაში მოწვეულნი იყვნენ გორისა და ხაშურის რაიონების მოჭიდავეებიც. წონითი კატეგორიების მიხედვით ჩემპიონები გახდნენ ლაშა ლომიძე, ბრეთის სახალხო მეურნეობა, ვალერი პაპიაშვილი, მამუკა მაზმიშვილი, სოფელი დირბი, დავით ბარათაშვილი, ხაშური, ჯუმბერ ლომსაძე, ხაშური, გიგლა ალიბეგაშვილი, თამარაშენი, ზაზა კაპანაძე, ძლევი ჯვარი, ზაზა გულიაშვილი, ბრეთის სახალხო მეურნეობა. გამარჯვებულ მოჭიდავეებს გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები. ღონისძიება და სპორტული შეჯიბრებაც კარგად იყო ორგანიზებული, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით ქარელის რაიონის გამგეობას, ქალაქ ქარელის მერიას, ქარელის რაიკავშირს, რაიონის სპორტ კომიტეტს.